მოგესალმებით, დღე მეორე და დღეს უკვე გადავდივართ პრაქტიკაზე, გუშინ ვისწავლეთ რა არის AI და სად ვიყენებთ მას. შესაბამისად, დღეს გადავდივართ პრაქტიკაზე, როგორც აღნიშნე, ვაყენებთ AI განვითარების გარემოს JavaScript-ში, დავაყენებთ საჭირო პროგრამებს, შევქმნით ახალ პროექტს და გავუშვებთ პირველ API მოთხოვნას. მოდი დავიწყოთ და პირველი რაც დაგვჭირდება, ხო, პროგრამირებისთვის. ეს არის შემდეგი ინსტრუმენტები, უკვე ვუშვებ, თუ ამ ვიდეოს უყურებ, რომ გაქვს Node დაყენებული, მაგრამ თუ ხარ, არ ვიცი, სხვა პროგრამირების ინჟინერი, ამ შემთხვევაში დაგვჭირდება Node-ის დაყენება, node.js.org-ზე რო შევხვიდეთ, ხო, შეგვიძლია LTS ვერსია დავაყენოთ, რომელიც არის ყველაზე stable, და შესაბამისად გავუშვებთ Nodes ხო, ანუ ჩვენს ლოკალურად კომპიუტერზე, ასევე დაგვჭირდება რედაქტორი, გირჩევთ Visual Studio Code-ს, მე პირადად კურსორს ვიყენებ და რედაქტორი დაგვჭირდება და ასევე დაგვჭირდება Postman-ი ან Thunder Client-ი, მაგრამ ეს იქნება არასავალდებულო API-ის მოთხოვნების შესამოწმებლად. ამ შემთხვევაში, როცა უკვე ჩაიწერთ, ახლა ჩაწერას არ გავაკეთებ, იმიტომ რომ უკვე დაინსტალირებული მაქვს, როდესაც უკვე ჩავიწერთ, ამ შემთხვევაში აქ შეგვიძლია გავხსნათ ახალი ტერმინალი და შეგვიძლია შევამოწმოთ Node version-ი. Node version-ი ამ შემთხვევაში მე მე-20 ვერსიას ვიყენებთ, შესაბამისად არანაირი პრობლემა არ იქნება თუ ახლეს ვერსიას ჩავიმჯერთ, ან მთავარია მე-16 ვერსიის ზემოთ იყოთ ამ კონკრეტულ შემთხვევაში. კი ბატონო. ასე რომ დაინახავთ, თუ დაინახავთ ხო, Node-ის error-ს თუ არ დაარტყავს რაიმე მსგავს, თუ ნომერს დაინახავთ, როგორც მე დავინახე ამ შემთხვევაში 20, ჩვეულებრივად თქვენი Node-ი არის დაყენებული ლოკალურად თქვენს მანქანაზე. შესაბამისად, შეგვიძლია ახლა პირველი API-ის პროექტის შექმნა. და მოდი შევქმნათ ახალი API პროდუქტი. ამ შემთხვევაში უნდა გავხსნათ ტერმინალი და შევქმნათ ახალი ფოლდერი, ხო, შეგვიძლია რომ macdir და dir დავარქვათ, არ ვიცი. რაიმე სახელი, AI project ან რაიმე მსგავსი და შესაბამისად იქაც უკვე შეგვიძლია შევიდეთ შემდგომ და შევქმნათ რაიმე AI პროდუქტი. ან შეგიძლიათ გვის გამოყენებით შექმნათ, მე უბრალოდ უკვე შექმნილი მაქვს და აქედან გამომდინარე ამას აღარ გავაკეთებთ. პირველი რაც დაგვჭირდება ეს არის რომ დავაინიციალიზოთ, დავსტარტოთ ჩვენი Node-ის პროექტი და დაგვჭირდება npm init და გავუშვებთ -y, რომ დამატებით კითხვები აღარ გკითხოს. შესაბამისად ეს შეგვიქმნის ჩვენ პროექტს, ეს შექმნის ჩვენს package.json files, რომელიც მართავს პროექტის დამოკიდებულებებს. შესაბამისად ამის შემდგომ ჩვენ დაგვჭირდება უშუალოდ Axios-ის დაყენება API მოთხოვნებისთვისაც და მედი მაქვს Axios-თანაც გქონია შეხება, npm install Axios და .env-იც დავაყენოთ. ამ ორ ბიბლიოთეკასაც დავაყენებთ, კი ბატონო, და ახლა უკვე შეგვიძლია რომ ჩვენი AI მოთხოვნის გაგზავნა. და ანუ ახლა იდეაში გავუშვებთ AI კოდს JavaScript-ში OpenAI-ის API-ის გამოყენებით. უნდა შევქმნათ აქ ახლა ჩვენ პირველი, ხო? .env ფაილი და შესაბამისად შემიძლია ასევე უკვე git ignore-იც დავამატოთ, რომ იდეაში თუ შევინახავთ ან თუ შეინახავთ, მომენტალურად არ აგეტვირთოთ და ხო .env-იც ჩავაშუქოთ და აქ შეგვიძლია მაგალითად git init-იც გავუშვათ, რომ change-ები მართოთ და ჩვეულებრივად გავაფერმხსნებს. კი ბატონო, ეხლა ხო, ანუ რეალურად რატო შევქმნით .env-ში ჩვენ შევინახავთ ჩვენ secret keys და ეს secret key იქნება ანუ ჩვენი კავშირი ჩვენს account-თან. ამ შემთხვევაში ამ ტუტორიალისთვის, დაგვჭირდება რა, რომ ჩავწეროთ ChatGPT API და პირველივე ლინკზე შევიდეთ, მოდი. და ამ შემთხვევაში ვნახოთ, რომ მსგავსი სიტუაცია გვაქვს, აქ ერთ-ერთი რაც დაგვჭირდება არის ეხლა რომ outget და თვითონ ChatGPT-ის პლატფორმაზე დავლოგინდეთ, ხო? და ამ შემთხვევაში ჩვეულებრივად შეგვიძლია რომ sign-up-ი გავიაროთ ან login-ი გავიაროთ. კი ბატონო, მოდი sign-up-ს გავივლი, ან შეიძლება არ გავივლი, არ ვიცი, ამ account-ზე მაქვს თუ არა რაიმე 1 წუთი.
კი ბატონო, დავრეგისტრირდი, შესაბამისად, შემდგომ შეგვიძლია გადმოვიდეთ platform openai.com-ზე და ნუ ეს იქნება აღწერაში, რო არ გაგირთულდეთ ესე რომ ვთქვათ. ჩვენი AI-ის დაყენება, შესაბამისად, აქედან უკვე შეგვიძლია რომ დავლოგინდეთ. ჩვეულებრივად Google-ის აკაუნტით შეგვიძლია რომ დავლოგინდეთ. და აქ უკვე შეგვიძლია ავდგეთ და დავიწყოთ start building-ი. ამ შემთხვევაში ხო, მაგალითად, YouTube AI იყოს, ამ შემთხვევაში very technicals მივდიდებ. YouTube AI, კი ბატონო. შესაბამისად, ჩვეულებრივად ვიწყებთ, აქ უკვე შეგვიძლია რაღაცა მეილი მივდიდოთ. ან შეგვიძლია გავაგრძელოთ მეილის გარეშე, აქ შეგვიძლია keys დავარქვათ, მაგალითად YouTube course key იყოს მოდი და ამ შემთხვევაში default project name იყოს first AI. შესაბამისად, შეგვიძლია დავაგენერიროთ ჩვენი key, ეს key შეგვიძლია რომ მოვაკოპიროთ და ერთ-ერთი ახლა რაც დაგვჭირდება, ნუ ეს მოვაკოპიროთ, შევინახოთ და უკვე შესაძლებლობა გვექნება რომ აი აქ ჩვენ ZNV-ში გამოვიყენოთ, ხო? შევქმნათ sorry. მოდი დავარქვათ როგორ Pen AI API key. და შესაბამისად მოდი ჩავუწოდოთ აი ეს, ხო? ნუ ამ შემთხვევაში ეს ჩემი ვალიდური key არ იქნება, შესაბამისად მოყაროს არ ეცადოთ. აქ რაც არის, შემდგომ გავაგრძელოთ და აქ უკვე მოგიწევთ ერთადერთი $5 გადახდა, იქიდან გამომდინარე რომ ცოტა რაღაცა ხარისხი შევმატოთ და რეალურად კაი გამოცდილება მივიღოთ, შესაბამისად, ხო, ნუ ერთ-ერთი ეს არის, რომ არ არის უფასო. ასევე შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ მაგალითად Gemini AI ან სხვა უფასო ვერსიები, მაგრამ ჩემი პირადი აზრით უფრო კაი გამოცდილება იქნება ეს თქვენთვის რომ გამოიყენოთ $5-იანი ვერსია, შესაბამისად თავისუფლად გვეყროფა ეს $5 იმ ქოლებისთვის, რასაც ვაპირებთ რომ გავაკეთოთ, რაც უნდა შევქმნათ, ну შესაბამისად ხო, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ასევე ერთადერთი რაც იქნება, შემდგომ აქ უკვე გაეცნობით რა როგორ არის, აქ გვაქვს მაგალითად pricing-ი მოდელებზე, ხო, შეგვიძლია ვნახოთ რა ჯდება, მაგალითად, ხო, ანუ cost-ი რამდენია და ასე შემდეგ, ჩვეულებრივი cost-ი, აქ შეგვიძლია ბაჯეტებს დავითვალოთ, ეს არის 1 მილიონ ტოკენზე რამდენი არის საჭირო, შესაბამისად ჩატშივით 4 latest-ზე შეგვიძლია ხო, ანუ input-ი არის $5, output-ი არის $10. ჩვენ გამოვიყენებთ ChatGPT 3.5. ტურბოს, რომელიც არის ყველაზე იაფიანი, რომლის 1 მილიონი input-ი ღირს, ანუ რასაც გავგზავნით 50 ცენტი და 1 მილიონი output-ი ღირს 1.5. ანუ შესაბამისად შეგვიძლია მაგალითად 2 მილიონი, ჯამში 4 მილიონი რაღაცა გავაკეთოთ, რაც საკმაოდ საინტერესო არის, ასევე ხო, ანუ PBG შეგვიძლია, DaVinci და ასე შემდეგ, ანუ ბევრი სხვა შესაძლებლობაც გვაქვს, რომ გამოვიყენოთ ამ შემთხვევაში ჩვენ ChatGPT 3.5 ტურბოს გამოვიყენებთ. ასევე შეგვიძლია ORT minis გამოყენება იქნებოდა კაი. მე ვიყენებდი პირადად მას, მაგრამ თუ იცით რა დაემართა ORT minis, მოდი მე აღარ გავაგრძელებ ამაზე საუბარს. აქ ჩვეულებრივად უკვე შეგვიძლია ჩვენ ხო ავირჩიოთ, ну ამ შემთხვევაში ერთ მინის. აღარ ვისაუბრებ, მოკლედ, რომ ძალიან არ გამიგრძელდეს და შესაბამისად უკვე key გვაქვს, შესაბამისად მოდი ახლა მე ჩემ real keys დავაყენებ. და შემდგომ დაგიბრუნდებით. ოკეი, მე ჩემი key დავაყენე, იმედი მაქვს თქვენც დააყენეთ თქვენი key. კურიერიც ეხლა მოვიდა მანდა მაინც, მაგრამ ნუ დაგიბრუნდით, ესე იგი, ჩვეულებრივად INV დავაყენეთ და შესაბამისად შეგვიძლია ახლა ჩვენს კოდის წერაზე გადავიდეთ როგორც იქნა და ნუ ამ შემთხვევაში ეხლა რა შეგვიძლია რომ გავაკეთოთ როგორც ვიცით ხო ჩვენთან შევქმნათ index.js-ი node-ში index.js-ი და index-ში ახლა რა გვინდა .env შეგვიძლია შემოვიყვანოთ თამაში
require.env config-ი, ხო? ასევე შეგვიძლია შემოვიყვანოთ const axios-ი, შემოვიტანოთ ჩვენი axios-იც და შეგვიძლია ეხლა ჩვენი get AI response-ი დავაგენერიროთ როგორც ფუნქცია. ეს იქნება async function-ი, function და დავარქვათ მოდი get AI response-ი, ამათ ჩაეწოდება ჩვენი prompt-ი და შესაბამისად აქ უკვე შეგვიძლია მაგალითად const response უდრის await ჩვენი axios-ი, ამ შემთხვევაში იყოს post-ი, უნდა ჩავპოსტოთ და აქ უკვე გადავაწყდით ჩვენს URL-ს. ასე რომ ვთქვათ, ეს არის ჩვენი URL-ი, მაგრამ მოდი მაინც დავწერე https://ai API მერე გვაქვს openai.com v1 chat-ი და ეს suggestions-იც მანახებს, მაგრამ რა გავწეროთ completions. კი ბატონო. მეორე, რაც გვიქნება, მეგობრებო, უშუალოდ ჩაწოდებული პოსტის შიგნით, ხო? ეს იქნება ჩვენი მოდელი, ხო? ამ შემთხვევაში ჩვენი მოდელი უნდა იყოს მოდელი იყოს GPT 3.5 Turbo, როგორც აღვნიშნეთ. მოდელი მინდა. კი ბატონო, ასევე გვინდა ხო, messages ჩავაწოდოთ. და message-ის შემთხვევაში აქ გვექნება პირველი, გვექნება როლი როგორც user-ის და ასევე გვექნება კონტაქტი, ხო? კონტენტი, უბრალოდ content. და კონტენტი იქნება უშუალოდ თვითონ prompt-ი, რასაც ჩავაწვდით. ამ ეტაპზე. ოკეი? ესეთ რაღაცას ვაკეთებთ. ასევე ეხლა ჩვენ რა გვინდა აქ, suggestion რო გავუთიშო, კიდევ უნდა ჩავაწოდოთ headers-ი, ხო? ამ შემთხვევაში ჩვენი headers-ი და ჩვენი header-ი იქნება თვითონ authorization-ი, ну contact-INV application JSON-ი და authorization-ი იქნება უკვე ჩვენი ანუ process env და OpenAI API key, რაც გვაქვს. და ამ შემთხვევაში უბრალოდ შემიძლია ახლა console ლოგი გავუშვა და მოდი დავლოგოთ ესეთი რაღაცა. მოდი იყოს AI response და ამ შემთხვევაში გავუშვათ ჩვენი response-ი, ხო? ზუსტად თქვენ response, რაც გვექნება, ხო? ჩვენი response-ი data choices. პირველი ამოვიღოთ choice-ების სერიიდან, message-ი და უშუალოდ content. ეს. კი ბატონო. და შესაბამისად ეხლა შეგვიძლია გავუშვათ უკვე ჩვენი ფუნქცია get AI response, what is the capital of France? და ნუ რა თქმა უნდა ახლა პროექტი რო გავუშვათ, ჩვენ გვინდა node index.js. და დავულოდოთ პასუხს, რას მივიღებთ ჩვენ AI-ისგან. და ამ შემთხვევაში გვექნება პატარა error-ივით. ცუდი, შევხედოთ, მოდი. შევურათ. messages მეწერა, სავარაუდოდ და აქედან გამომდინარეობს, კი ბატონო. გავუშვათ თავიდან ჩვენი request-ი პირველი დაგვიფეილდა და ეს response-ი არის the capital of France is Paris. მშვენიერი, პირველი კომუნიკაცია შევადგინეთ ლოკალურად API-ის გამოყენებით ჩვენს ChatGPT-სთან და თუ ყველაფერი სწორად არის დაყენებული და ტერმინალში თქვენს გამოგიშტებათ სწორი პასუხი. ეხლა შესაბამისად მცირე დავალებას მოგცემთ, ხო? შემდეგი ლექციისთვის შევცვალოთ ტექსტი, აი ეს ხო, get AI response რა ფუნქციას. შევცვალეთ თქვენი ტექსტით და იდეაში ნახე რას გიპასუხებს AI.
დამიწერე აუცილებლად კომენტარებში რას მიიღებ პასუხად და ხვალ უკვე შევქმნით AI-ის chatbot-ს JavaScript-ში. არ დაგავიწყეთ. მოწონება და გამოწერა. მსგავსი კურსი უფასოდ უბრალოდ არ არსებობს დროებით.